Გამთვალოთ, რომ თეთრი ხვრელი როგორღაც მაინც არსებობს. მათემატიკის მიხედვით მატერია არ უნდა იყოს იმ დროს სივრცეში, რომელიც შავ ხვრელს შეიცავს. როგორც კი ამ რეგიონში მატერია შევა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი, თუნდაც უმნიშვნელოდ ცოტა. იქ თეთრი ხვრელის არსებობა უკვე გამოირიცხება. თეთრი ხვრელი შავი ხვრელის საპირისპიროა და მეცნიერებს მისი კონცეფტი 1970-იანი წლებიდან აქვთ. შესაბამისად, თუ კი თეთრი ხვრელი ოდესმე არსებობდა, სავარაუდოდ ის ძალიან მალე უნდა გამქრალიყო. თუ კი სამყაროში თეთრი ხვრელები დასაბამიდან იყო, ისინი დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებამდე მილიარდობით წლით ადრე უნდა გამქრალიყო. იმის მიუხედავად, რომ თეთრი ხვრელები მოცემული მომენტისათვის თეორეტიკულად მიიჩნევიან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შავი ხვრელებიც ერთ დროს ასეთად მიიჩნეოდნენ. სინამდვილეში არსებობს მოვლენის ერთი ტიპი, რომელიც მეცნიერებს თეთრი ხვრელის კანდიდატად მიაჩნიათ. ეს გახლავთ გამა-გამოსხივების ამოფრქვევა, ყველაზე კაშკაშა და ენერგეტიკული მოვლენა სამყაროში. ისინი სულ რაღაც 10 წამში გამოყოფენ იმდენ ენერგიას, რამდენის გამოყოფისთვისაც ჩვენს მზეს 10 მილიარდი წელი დასჭირდებოდა. მათ თანახმად შემდგომი ჩაბნელება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წარმოქმნილია ვარსკვლავური აფეთქების შედეგად. 2017 წელს ასტრონომებმა ერთი მათგანი მართლაც იხილეს, რაც გამოწვეული იყო 2 ნეიტრონული ვარსკვლავის ერთმანეთთან შეჯახებით. თუმცა 2011 წელს ორმა ასტროფიზიკოსმა დააფიქსირა უჩვეულო მახასიათებლების მქონე გამა-გამოსხივების აფეთქება, რაც მათი აზრით შესაძლოა თეთრი ხვრელი ყოფილიყო.